მოგესალმებით ყველას. როგორც იცით, თქვენ უყურებთ პლატფორმას მშობლის კიბრი და დღეს ჩვენ გვექნება ვებინარი თემაზე გზა ბავშვის ბაზისური მოთხოვნილებებიდან ეგრეთ წოდებულ ჯანსაღ ზრდასრულამდე. ერთი წუთი დაახლოებით დაველოდებით, რომ ადამიანები შემოგვიერთდნენ. მე უბრალოდ შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ვებინარები ტარდება პოზიტიური მშობლობის ფარგლებში და ველოდებით მსმენელებს. ხშირად დასმული შეკითხვა არის დაიდება თუ არა ვიდეო ჩანაწერი და აუცილებლად დაიდება ვიდეო ჩანაწერი. თუმცა თუ თქვენ ახლა უყურებთ, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დასვათ შეკითხვები და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად რომ გიპასუხოთ. მსმენელები ნელ-ნელა შემოგვიერთდნენ, ამიტომ დავიწყებთ. როგორც უკვე აღნიშნეთ, დღევანდელი შეხვედრის თემა არის გზა ბავშვის ბაზისური საჭიროებებიდან ეგრეთ წოდებულ ჯანსაღ ზრდასრულამდე და ალბათ პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმით, თუ რას გულისხმობთ ჯანსაღ ზრდასრულში. ამ შემთხვევაში იგულისხმება და ზოგადად ადამიანი, რომელიც ჰარმონიაში არის საკუთარ თავთან, აქვს ფიზიკური ჯანმრთელობა, ჰარმონიაში არის გარე სამყაროსთან და მისი ინტერპერსონალური, ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა, ასე ვთქვათ, არის დაბალანსებული. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს, რომ ამ ადამიანს არ აქვს გამოწვევები, არ აქვს სტრესი, არ ნერვიულობს და ასე შემდეგ, მაგრამ მას აქვს გამკლავების მექანიზმები, ისეთი, რომელიც მას ეხმარება აი ამ ბალანსის შენარჩუნებაში. შესაბამისად, სწორედ ამას გულისხმობთ, როდესაც საუბრობთ ჯანსაღ ზრდასრულზე. და მე რამდენიმე სლაიდს გაგიზიარებთ ხოლმე პარალელურად. აუცილებლად, როდესაც საუბრობთ ბაზისურ მოთხოვნილებებზე, უნდა ვისაუბროთ აბრაამ მასლოუზე და მის პირამიდაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უამრავმა თქვენგანმა უკვე იცის, თუმცა მაინც მინდა რომ ამას შევეხოთ. ეს არის პირამიდა, თუ რა ბაზისური მოთხოვნილებები გააჩნია ადამიანს და რომლის დაკმაყოფილება არის საჭირო, ასე ვთქვათ, იმისათვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. თუმცა გარკვეული აი ეს მოთხოვნილებები პარალელურად უნდა იყოს ასევე დაკმაყოფილებული. ეს არის ბაზისური ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, როგორიც არის დაუშვათ კვება, როგორიც არის სექსუალური მოთხოვნილებები და ასე შემდეგ. ეს არის უსაფრთხოება, ის რომ მე ვარ უსაფრთხოდ, იგულისხმება როგორც გარემოში უსაფრთხოდ ყოფნა, ასევე ემოციური უსაფრთხოება. ეს არის მიკუთვნებულობა და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანს ჰქონდეს მიკუთვნებულობის შეგრძნება, ბავშვის შემთხვევაში იქნება ეს ოჯახი, იქნება ბაღის მეგობრები, სკოლის მეგობრები თუ ასე შემდეგ და სრული შემთხვევაში ასევე კოლეგები დაუშვათ რაღაცა კონკრეტული თემის მიმართ მიკუთვნებულობა, ეს შეიძლება იყოს ქართველების მიმართ მიკუთვნებულობა და ასე შემდეგ. შემდეგი ეს არის თვითშეფასება, თუ როგორ ვაფასებ მე ადამიანის საკუთარ თავს, ჩემს რესურსებს, ჩემს შესაძლებლობებს, ჩემს სუსტ და ძლიერ მხარეებს, რა დამოკიდებულება მაქვს საკუთარი თავის მიმართ და ბოლო ეს არის თვითაქტუალიზაცია, როდესაც მე უკვე შემიძლია ჩემი რესურსების გამოყენებით საკუთარი თავის აქტუალიზაცია, ვარ საზოგადოების აქტიური წევრი, ჩართული ვარ სხვადასხვა აქტივობებში, ფუნქციონირებ და ასე შემდეგ. უბრალოდ გადავამოწმებ უკაცრავად ტექნიკური საკითხია. მე როდესაც სლაიდს ვხსნი,
ლეკუნა მგონი არ ჩანს, ამიტომ მაშინ გავაგრძელებთ სლაიდების გარეშე, თუმცა მე აუცილებლად ვეცდები, რომ თუ ვიზუალური თვალსაჩინოება დაგჭირდებათ, შემდეგ მოგაწოდოთ. ეს არის ის ბაზისური მოთხოვნილებები, რაც ყველა ადამიანს სჭირდება, რომ იყოს დაკმაყოფილებული და როგორც უკვე ვნახეთ, ბოლო არის თვითაქტუალიზაცია. როგორც დავიწყეთ, თუ ჯანსაღ ადამიანზე ვისაუბრებთ, ხომ, იმისათვის, რომ საბოლოო შედეგად ჩვენ მივიღოთ ემოციურად დაბალანსებული ადამიანი, მას თითოეული ეს მოთხოვნილება უნდა ჰქონდეს დაკმაყოფილებული ზრდასრულ ასაკშიც. თუმცა აქ რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს არის რა ხდება ბავშვობის ასაკში. ბავშვობის ასაკში მოდით მე ჯერ ვისაუბრებ და შემდეგ ლეკუნას რომ ხელი არ შეუშვალო, გაგიზიარებთ უშუალოდ ამ სლაიდს. ბავშვს ჭირდება და ბავშვს აქვს ასევე ბაზისური მოთხოვნილებები. ეს ბაზისური მოთხოვნილებები ფაქტიურად დაბადების წუთიდან და მუცლად ყოფნის დროსაც მნიშვნელოვანი არის ბავშვის განვითარებისთვის. კერძოდ, როდესაც ბავშვი არის პატარა, მას ძალიან სჭირდება, რომ ის იყოს დაფასებული, ასე ვთქვათ. ანუ ის იყოს მნიშვნელოვანი ადამიანი ოჯახის წევრებისთვის და მას აფასებდნენ როგორც ადამიანს, მას ხედავდნენ, როგორია რა თავისებურებები აქვს, რა საჭიროებები აქვს და ასე შემდეგ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აი ხშირად ხდება ხოლმე, რომ მუდმივად აქებენ შემდეგ ბავშვებს, იმიტომ რომ აი ეს თვითშეფასებაზე კარგად იმოქმედებს გონია და ყველაფერზე ვაქებთ. ეს არ არის რეალური, ბავშვს არ სჭირდება გადაჭარბებული შექება და მაშინაც, როდესაც გამოსდის, არ გამოსდის, რომ აი, არა, ბავშვს სჭირდება რეალობის აღქმა, მას სჭირდება მაშინ, როდესაც რაღაცა არ გამოსდის, მხარდაჭერა და არა ტყუილი შექება, ასე რომ ვთქვათ. მეორე, რაც ბავშვის ბაზისური მოთხოვნილება არის, ეს არის ვიყო მოწყვლადი. ვიყო მოწყვლადი რას ნიშნავს? ნახეთ. ვიყო ღია ადამიანების მიმართ, ვიყო ღია სამყაროს მიმართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგჯერ მე მეწყინება, ზოგჯერ მეტკინება, ზოგჯერ სევდიანი ვიქნები, ვიტირებ და მე გარემომ ამის საშუალება უნდა მომცეს. ანუ არ უნდა გამკიცხონ იმისათვის, რომ ვტირი და ესეც ვიცით, რომ ხშირად ხდება ხოლმე ჩვენს კულტურაში, რომ დაუშვათ ბიჭები, როდესაც ტირიან, საყვედურს ვეუბნებით, რომ ტირილი არ შეიძლება. გოგონები, როდესაც ბრაზობენ ამ შემთხვევაში, რომ აი არ უხდება გოგონას გაბრაზება და ასე შემდეგ. არა, მე ვარ ადამიანი, ბავშვი, რომელსაც მაქვს სხვადასხვა ემოციები, მე ვარ ბავშვი, რომელსაც ზოგჯერ წყინს, თუნდაც მშობლისგან და მე უნდა მქონდეს ეს სივრცე, რომ ვიყო ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც აქვს ემოციები, რომელიც შეიძლება გაბრაზდეს თუნდაც დედაზე ან მამაზე. და ეს არ დამიბლოკონ, ასე ვთქვათ, და ამის საშუალება მომცენ. შემდეგი ეს არის დაცულობა. ამას თანმიმდევრობა არ აქვს, ზოგადად ვსაუბრობ. დაცულობის შეგრძნება და ამ დაცულობაში და უსაფრთხოების შეგრძნებას, რასაც ვეძახით, ხოლმე არ იგულისხმება მხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოება. აქაც არის, რომ მე მჭირდება გარდა ფიზიკური უსაფრთხოებისა, ეს ემოციური უსაფრთხოების შეგრძნებაც და მხარდაჭერის შეგრძნება, რომ მე მარტო არ ვარ. რომ მე როგორც ფიზიკურად ზრუნავენ ჩემზე და აი მიქმნიან ამ დაცულ გარემოს, ასევე ზრუნავენ ჩემზე ემოციურად და მე ვიცი, რომ როდესაც რაღაც მეტკინება, მე შემიძლია მივიდე მშობელთან ამ შემთხვევაში, ოჯახის წევრთან მხარდაჭერისთვის. როდესაც მე რაღაც მეწყინება, ასევე შემიძლია მივიდე ოჯახის წევრთან მხარდაჭერისთვის. არის კიდევ ორი ამ ბაზისური მოთხოვნილება, რომელსაც გამოყოფდი და ერთ-ერთი ეს არის ის, რომ ბავშვს აუცილებლად სჭირდება იცოდეს, რომ ის არ არის სრულყოფილი. მოთხოვნა არ იყოს, რომ ის არის სრულყოფილი. ეს ნიშნავს შეცდომის დაშვების უფლებას. რომ მე შეიძლება შემეშალოს, მე შეიძლება
განხორციელებული აქტივობა დავასრულო წარუმატებლად, მე შეიძლება მოვიქცე არასწორად და ცუდად ვიღაცასთან მიმართებაში და მე არ მთხოვენ ვიყო სრულყოფილი. და ჩვენ ვისაუბრებთ ეს რას იწვევს, ხო? თუ მე მთხოვენ ვიყო სრულყოფილი, ანუ იდეალურად მოვიქცე ყოველთვის. ჩვენ ვიცით, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდეალურად იქცება. ეს მოთხოვნა, რომ მე ყოველთვის იდეალურად მოვიქცე, აკეთებს იმას, რომ მე ყოფს ორ ნაწილად. ერთი არის ბუნებრივი მე, ანუ ის, რომელსაც სჭირდება, რომ გამოხატოს ემოცია, იყოს მოწყვლადი, იყოს ცელქი ზოგჯერ, რომელმაც არ იცის რაღაცეები და მეორე მე, რომელსაც სთხოვენ, რომ იყოს იდეალური. რა თქმა უნდა, ეს არ არის პირდაპირი მოთხოვნა მშობლის მხრიდან და მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი. აი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სამწუხაროდ არის ფაქტები ძალადობის, იმ შემთხვევაშიც ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, როდესაც რაღაცა ძალიან განსხვავებული სიტუაცია არის, მშობელს ყველას უყვარს თავისი შვილი და ცდილობს მათთვის გააკეთოს კარგი. ამიტომ ეს მოთხოვნა, რომ ბავშვი იყოს იდეალური და ბავშვი იყოს სრულყოფილი, გულისხმობ, რომ აი კარგად მოიქცეს, რთილობიანი იყოს, სხვა სათამაშო გაუზიაროს, არავის არ ჩაარტყას, ერთხელ რომ ეტყვის მშობელი, შეუსრულოს და ასე შემდეგ. ეს არის ის სურვილები, რითაც მშობელი არის დარწმუნებული, რომ აი ჯანსაღი ზრდასრული გაიზრდება. მოდით ასე დავარქვათ, რომ აი ამ ფორმით და ამ გზით ბავშვი იქნება, როდესაც გაიზრდება ჯანმრთელი, ზრდილობიანი, კარგი ახალგაზრდა და ზრდასრული, ხო? თუმცა ბავშვი, რა თქმა უნდა, ჩვენს განზრახვებს ესე ვერ იაზრებს, ამიტომ შედეგად გვაქვს რა, რომ თუ ბავშვის ბუნებრივი მოთხოვნილება არის და ბუნებრივი საჭიროება, რომ ზოგჯერ იყოს მოწყენილი, ანუ თავისი ემოცია მიიღოს, გამოხატოს ეს ემოცია, იმიტომ რომ პირველი, რასაც ბავშვი აკეთებს, არის რა? საჭიროებებს გამოხატავს, ხო? შია ტირის, სტკივა ტირის, ანუ მისი საჭიროებების გამოხატვა არის ყველაზე ბუნებრივი ყველა ბავშვისთვის და ყველა ადამიანისთვის. შესაბამისად, გამოდის, რომ ბავშვი ამას აკეთებს და შედეგად უკავშირს იღებს, რომ ხშირ შემთხვევაში, რომ ეს არის არასწორი და ასე არ უნდა მოიქცეს. და ბავშვებს ახასიათებთ ხოლმე შემდეგ თავისი ფანტაზიებით დასკვნების გაკეთება და ის სწავლობს, რომ იმისათვის, რომ მე ვიყო მისაღები მშობლისთვის, იმისათვის, რომ მე ვუყვარდე მშობელს, მე არ უნდა ვიყო ის, ვინც მე ვარ სინამდვილეში. ანუ მე უნდა შევიკავო ემოციების გამოხატვისგან დაუშვათ თავი. მე არ უნდა ვთქვა თუ რაიმე მეწყინა მშობლისგან, ან თუნდაც თუ გავბრაზდი და საერთოდ თუ მე მინდა რომ ვუყვარდე ჩემს მშობელს, მე უნდა მოვიქცე კარგად, ანუ იდეალურად. და ამ თემას ისე დავუბრუნდები, უბრალოდ მეხუთე ბაზისურსაც ვახსენებ, იმიტომ რომ ესეც მჭიდრო კავშირშია. მეხუთე ბაზისური საჭიროება რა არის, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იყოს ეგრეთ წოდებულად, აი ბევრი ვიფიქრე, როგორ მეთქვა ეს მომწიფებელი, მოდით ასე დავარქვათ. ანუ ბავშვმა არ უნდა იცოდეს ქცევის წესები. ბავშვის უნდა იყოს ზოგჯერ ცელქი, უნდა აინტერესებდეს ყველაფერი, უნდა იკლებდეს, გარკვეულ საგნებს უნდა აფუჭებდეს. ზოგჯერ რატომ? იმიტომ რომ ეს არის შემეცნების პროცესი. და ამ შემეცნების პროცესში მე როგორც ბავშვს არ უნდა მთხოვდნენ, რომ მე ვიყო მომწიფებული ზრდასრულივით, მაშინ როდესაც არც ჩემი თავის ტვინია ამისთვის მზად. არც ჩემი სხეულია ამისთვის მზად, არც ჩემი ემოციური მდგომარეობა ამისთვის მზად, ხო? მე ვარ 2 წლის, 3 წლის, 4 წლის, როდესაც ფრუსტრაციაზე ვტირი, იმედგაცრუებაზე შეიძლება, აი, არ ვიცი როგორ გამოვხატო და ფეხები დავაბაყუნო, შეიძლება ვიყვირო, ხო? იმიტომ რომ არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო.
სხვანაირად. და ეს არის ბუნებრივი, რომ აი გამომაქვს ესე ჩემი ემოცია. რა თქმა უნდა, არ გულისხმობ არც იმას, რომ ჩვენ ბავშვებს არ უნდა დაბეხმაროთ და არ უნდა დავასწავლოთ მისაღები ქცევა, მაგრამ ვიდრე მისაღებ ქცევას დავასწავლით, ჩვენ პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ მათი ემოციების მიღება. და აი ამ ემოციების მიღებით, რომ მე შენ გხედავ, მე შენს ემოციებს ვხედავ, მე შენს საჭიროებას ვხედავ, მე შენს ტკივილს ვხედავ, ამ შემთხვევაში სიხარულს ვხედავ, ბედნიერებას ვხედავ, რა მოგწონს, რა გაინტერესებს. როდესაც ამას დავინახავთ და ავყვებით იმაში, რომ მე გაძლევ უფლებას იყო არა სრულყოფილი. მე გაძლევ უფლებას იყო მოუმწიფებელი, იყო ზოგჯერ ცელქი, დარბოდე, გინდოდეს ტალახში ჩახტომა, ხო? მესმის რომ მშობლისთვის დისკომფორტი არის ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს არის კიდევ ერთხელ ბავშვის ბუნებრივი ბაზისური საჭიროებები. და თუ ჩვენ ამ ბაზისურ საჭიროებებს დავბლოკავთ, ბავშვი დგება ესეთი არჩევანის წინაშე. ან მე ვრჩები ის, ვინც ვარ, ან მე კარგავ მშობლის სიყვარულს. ამორის არჩევანს შორის ბავშვი ირჩევს მშობლის სიყვარულს. იმიტომ რომ თუნდაც მას უსაფრთხოებისთვის, მას გადარჩენისთვის სჭირდება მშობელი. და როდესაც მე უბრალოდ ვიცი რომ ამას რა თქმა უნდა ესე ბავშვი არ ფიქრობს, თუმცა ის ინტუიტურად იღებს გადაწყვეტილებას და ამცირებს, ნახეთ, ცდილობს შეამციროს ის ქცევები, რომელიც არ არის მშობლისთვის მოსაწონი, იმიტომ რომ ეშინია, რომ ამ შემთხვევაში მშობლის სიყვარულს დაკარგავს და მიჯაჭვულობა და მშობლის სიყვარული არის მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს იწვევს შემდეგ რას, თუ ასე მოხდება. ეს იწვევს ძალიან სერიოზულ პრობლემებს ზრდასრულობის ასაკშიც, ისეთ როგორიც არის დაბალი თვითშეფასება, ისეთი როგორიც არის ხშირ შემთხვევაში რომ აი უჭირთ გამოარკვიონ რა არის მისი სურვილი, ხშირად თავისთავი უკანა პლანზე გადაყავთ და ასე შემდეგ. თუმცა თუ ჩვენ ბავშვს ამ ბაზისურ მოთხოვნილებებს და საჭიროებებს დავუკმაყოფილებთ, შედეგად აი ზრდასრულ ასაკში საწყის ეტაპზე რაც ვაჩვენეთ, რომ ბოლო ეტაპამდე თვით აქტუალიზაციამდე და ეგრეთ წოდებულ ჯანმრთელ და ჯანსაღ ზრდასრულამდე ბევრად უმტკივნეულოდ მიდის. გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ზრდასრულ ასაკში ასეთ ადამიანს არ ექნება პრობლემები. უბრალოდ მას ექნება მეტი ხელსაწყო, თუ როგორ გაუმკლავდეს ამ პრობლემებს. მას ექნება საკუთარი თავის იმედი, მას ეცოდინება თუ რა რესურსი აქვს, მას ეცოდინება როგორ დაეხმაროს საკუთარ თავს ესე ვთქვათ, გამომწვევ სიტუაციებში, იქ სადაც გამოწვევა არის მისთვის და შედეგად მას ეცოდინება სხვას როგორ გაუგოს მეტად და მას ეცოდინება სხვას როგორ დაუწიოს მხარდაჭერა. მიკუთვნებულობის განცდაც, როდესაც დაკმაყოფილებული არის, მას ეცოდინება ჯგუფში, თემში, როგორ იყოს ჩართული, როგორ დაამყაროს პოზიტიური კომუნიკაცია და ასე შემდეგ. მე ახლა გაგიზიარებთ ორ სლაიდს, რომელიც უფრო მეტად თვალსაჩინოს ხდის, ასე ვთქვათ, იმას, რაზეც ახლა ვისაუბრეთ. მე ვეცდები, რომ უბრალოდ გაგიზიაროთ, რადგან ლეკუნა არ ჩანს. ეს არის კიდევ ერთხელ, რომ თვალი გადავავლოთ, ის ბაზისური საჭიროებები, რაც ბავშვს გააჩნია და ამის გასაღები აქვს მშობელს. და ნახეთ, როგორ მივდივართ. ხო, თუ მე ბაზისური მოთხოვნილებები აი აქ დაკმაყოფილებული მაქვს, ხედავ საკუთარ თავს, მაქვს უსაფრთხოების განცდა, შემიძლია საკუთარი ემოციების დანახვა, მიღება და გამოხატვა მისაღები ფორმით, შემიძლია უკვე გამოწვევებთან გამკლავება და შესაბამისად მე შემიძლია, ასე ვთქვათ, მეტი
შესაძლებლობა მაქვს, რომ გავხდე ეგრეთ წოდებული ჯანსაღი ზრდასრული. ლეკნა, მოდი მე 2 წამით გავჩერდები და რაც ვთქვი, ის რომ ჟესტურად რადგან სლაიდი მქონდა გახსნილი, ის რომ ჟესტურად გვითხრა. ხო. ეს არის ის, რაც მინდოდა რომ რაღაცნაირად თვალსაჩინოდ გამოჩენილიყო, თუ როგორ მივდივართ და ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი შეკითხვები, რომ ამ ყველაფერს არ ვითვალისწინებდით ადრე და უშუალოდ და ნუ ყველანი გავიდარდეთ, ყველანი მოვედით რაღაცნაირად ზრდასრულობის ეტაპამდე. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი კვლევა არსებობს დღეს სწორედ ამ თემებზე და რატომ ევოლუციურად ჩვენ შევიცვალეთ. მე მესმის, რომ ჩვენ ყველანი გავიზარდეთ, მე-18 საუკუნეში ვიზრდებოდით, მე-20 საუკუნეში ადამიანები იზრდებოდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღეს რომ შევხედოთ, თუ რა ხდება, ხო? ეს არის მომატებული, ძალიან სერიოზულად მომატებული დეპრესია, ძალიან სერიოზულად მომატებული რიცხვი ემოციური სირთულეების, სამწუხაროდ სუიციდის, ანუ შფოთვა და ამას აკეთებს გარემო, მოთხოვნები, ხო, რომელიც გარემოს მხრიდან წამოვიდა. ერთი რაც აუცილებლად და ამით მინდა დავასრულო დღევანდელი ჩვენი შეხვედრა თუ შეკითხვები არ იქნება, აი ამ ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილება, როდესაც ხდება, მშობელს უნდა კონდეს რესურსი, რომ ეს ბაზისური საჭიროებები ბავშვს დაუკმაყოფილოს. მშობელი უნდა იყოს როლური მოდელი, გარდა იმისა, რომ ის იქნება ბავშვზე ორიენტირებული, ის ასევე უნდა იყოს როლური მოდელი. როლურ მოდელში რას გულისხმობ? მე ვერ ვასწავლი ბავშვს, რომ ის არასრულყოფილია, ასე ვთქვათ, და ის არ არის იდეალური, თუ მე თვითონ ვარ პერფექციონისტი და ყოველთვის ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო იდეალურად და ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. შეუძლებელია ეს ვასწავლო, იმიტომ რომ ეს ჩემში არ დევს. მე ვერ ვასწავლი ბავშვს შეცდომის დაშვებას და ვერ მივცემ შეცდომის დაშვების უფლებას, თუ მე თავად საკუთარ თავს არ ვაძლევ ამის უფლებას. ამიტომ თვითზრუნვა არის ის, რითაც უნდა დავიწყოთ აუცილებლად უფროსებმა, დასრულებმა და გარდა იმისა, რომ ბავშვის მხარდაჭერაც გავაკეთებთ, საკუთარი თავის მხარდაჭერა უნდა გავაკეთოთ და როლური მოდელი უნდა მივცეთ ბავშვს იმისათვის, რომ მან გაითავისოს სინამდვილეში ის, რის სწავლებასაც ჩვენ ვცდილობთ მისთვის. ეს არის ის დღეს მოკლე ვებინარი გვაქვს შედარებით, წინა პოზიტიური მშობლობის ლაივებთან შედარებით. შეკითხვები თუ არ არის, ამაზე დაგემშვიდობებით. იმედია, რომ საინტერესო იყო. თქვენ შეგიძლიათ შეკითხვები ლაივის შემდეგაც დასვათ და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს. ძალიან დიდი მადლობა მათ, ვინც გვისმენდით და სასიამოვნო საღამოს გისურვებთ ყველას.